მოგესალმებით, მეგობრებო. 6 დეკემბერს 13 საათზე ონლაინ ლექციას ვატარებ თემაზე შავი მთვარე და მისი სექსუალური ენერგიის გაცნობიერება. ამ ლექციაზე გავივლი როგორც კარმული ასტროლოგიიდან, მაგალითად ენერგეტიკულ დონეს შავი მთვარის, რა შინაგანი ენერგია აქვს ამ შავ მთვარეს, რა დაფარული არის, რა ტაბუები აქვს ყოველ ლირიკს, მოდი ესე ვთქვათ, შავი მთვარის ენერგიას. რა არის დასამუშავებელი? მე უფრო განხრით, ამკუთხით, არა, მაგალითად ფსიქოლოგიურ ტრამვებზე გავამახვილებ ყურადღებას, იმიტომ რომ ეს პერიოდულად ასეთ ლექციებს და ტრენინგებს, ჯგუფურ ტრენინგებს ვაკეთებ ხოლმე, მაგრამ ეხლა მინდა უფრო სექსუალურ ენერგიაზე გავაკეთო აქცენტი, იმიტომ რომ პირად ურთიერთობებში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ ენერგიებთან, რამდენად არის იცით როგორ ვთქვათ, პირად ურთიერთობებში ეს ლილიტური ენერგიები რამდენად ჰარმონიულად ან დისჰარმონიულად არის ერთმანეთთან, ეს არის ადამიანის ენერგეტიკული ველი და როგორ მოქმედებს ის სხვა ადამიანების ენერგეტიკულ ველზე, ეს არ არის მხოლოდ სექსუალური ენერგია, ეს არის ენერგეტიკული ველი, რომელიც როგორც ისეთი შინაგანი ღრმა ვიბრაციული ენერგია ესედებს ჩვენში, ცოტა ეზოთერული კუთხითაც და ენერგეტიკულ დონეზეც გავშლი ამ თემას, როგორც უხილავი ენერგეტიკული სიხშირე, მაგალითად, როგორ შეიძლება ეს ენერგია იყოს დამუშავებულ და გაცნობიერებულ ადამიანში და ნაკლებად დამუშავებულ და გაცნობიერებულ ადამიანში, მაგალითად ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარ თავზე და ადამიანი, რომელიც პრობლემებში, ამოდით ესე ვთქვათ, გახვეული, ამათ შორის ენერგეტიკული დინება როგორ ხდება ხოლმე. ძალიან დიდ აქცენტს გავაკეთებ უფრო პირად ურთიერთობებზე და შავი მთვარის სექსუალური ენერგიის ვიბრაცია როგორ ხდება, როგორ ახდენს გავლენას პირად ურთიერთობებზე, რატომ არის ზოგჯერ რომ ეს უეცარი მიზიდულობა, ანუ უეცარი სიყვარული შეიძლება ვიღაცასთან გქონდეს და სიამოვნებაში რა ტრამვებთან შეიძლება ეს იყოს კავშირში, შინაგან რამ ისეთ მოდელებთან იყოს კავშირში, ამაზეც გავაკეთებ აქცენტს, აქ როგორც წესი, თეთრი და შავი მთვარე ერთად არის ხოლმე ჩართული, მშობლების მოდელები ზემთვარის მდებარეობაზეც რა თქმა უნდა ჩართული არის, მაგრამ მთავარი გამოძახილი როგორც წესი, ეს შავი მთვარის და თეთრი მთვარის დონეზე არის ხოლმე. მაქვს 15 წლიანი პრაქტიკა და ძალიან ბევრი ისა მაქვს ცოდნა მაქვს დაგროვილი ამ წლების განმავლობაში გამოცდილების კუთხით, ჯგუფური ტრენინგების კუთხითაც, ჯგუფური თერაპიების კუთხითაც, როგორც წესი, სულ ამ ენერგიებზე გავდიოდით ხოლმე, პირად ურთიერთობებზე ძალიან ბევრი მიმუშავია, ბევრი წელი. და ამ გამოცდილებების გაზიარებას გავაკეთებ ლექციაზე, ეს იქნება Google Meet-ით შეხვედრა, რა თქმა უნდა, იქ სენელებსაც შეეძლებათ კითხვები და პასუხები, კითხვები დასვან და პასუხებს მიიღებენ, რა თქმა უნდა. იქნება ყველაზე საინტერესო ჩემთვის უფრო მეტად პირად ურთიერთობებზე აქცენტის გაკეთება, შავი მთვარის ენერგია, როგორ ჯდება პირად ცხოვრებაში და როგორ შეიძლება ეს ენერგიები ვაკონტროლოთ, რომ არ იყოს აქ კიდევ უფრო რეტრაუმატიზაცია, მაგალითად ადამიანის ენერგიის უფრო გადინება, ან როდის ხდება, როდესაც დაბლოკილი აქვს საერთოდ სექსუალური ვიბრაცია ადამიანს, როგორ ხდება ამ ენერგიის, მაგალითად გაცნობიერება შინაგანად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც არის დაკეტილი ეს ენერგიები, შემდგომ რა პრობლემები შეიძლება ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებით იყოს, ან ემოციურ დონეზე შეიძლება იყოს, ან უბრალოდ საბედისო დონეზე ჩაკეტვა შეიძლება გამოიწვიოს, ხო? თუნდაც პირადი ცხოვრების გარკვეულწილად და ძალიან საინტერესო ვიდეო, ისა ლექცია მაქვს, ონლაინ ლექცია დაგეგმილი და იმედი არის, რომ კი არიან უკვე Facebook ჯგუფში სადაც დაიდება ეს ლინკი, მე ჩანაწერიც დაიდება ამავე დროს და არიან უკვე შეკრებილი ჯგუფი და თუ სურვილი გექნებათ, შემოგვიერთდით, ძალიან საინტერესო თემებზე ვილაპარაკებთ, არ არის ასტროლოგიის ცოდნა აქ საჭირო, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ისეთ მინიმალურ დონეზე უბრალოდ რო ერკვეოდეს ადამიანი თეთრი მთვარი და შავი მთვარი, ანუ კარმული მთავარი ღრმა ასპექტები სად აქვს, იქ ჩვენ რაღაც ზონეზე პლანეტარულ ასპექტებზეც ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, კიდევ რა შტრიხები არის ამ სექსუალურ ენერგიასთან კავშირში და ძალიან ბევრ რაღაცებში გაერკვევით, თუნდაც პირად ცხოვრებაში რა ხდება თქვენთან, რა ენერგეტიკული პრობლემები შეიძლება გქონდეთ ან პარტნიორებთან, ან საკუთარ თავთან, მაგალითად, ძალიან საინტერესო იქნება ჩემი აზრით თქვენთვის და გელოდებით შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ და დროებით.